საამშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, დღეს ორშაბათია, 8:30-ია და ტრადიციულად პირდაპირ ეთერშია გადაცემა კრიტიკული აზრი. და ამ გადაცემის წამყვანები მე გიორგი ლომია და ბატონი გოჩა ჯოჯოა თქვენთან ერთად ვიქნებით თითქმის 2 საათის განმავლობაში, იმიტომ რომ თქვენ იცით რომ ეს გადაცემა ორშაბათს არის 2 ნაწილიანი. თქვენ როგორც ყოველთვის შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში, გამოთქვათ თქვენი აზრები სხვადასხვა თქვენთვის საინტერესო პრობლემებთან დაკავშირებით, ან შემოგვიერთეთ კონკრეტულად იმ თემაში, რომელსაც ჩვენ შემოგთავაზებთ. ჩვენი ტელეფონის ნომერი არის 557 88 5588. დღეს საქართველოს ყავს ახალი პატრიარქი, შიო მესამე და პრინციპში მე მგონი მაინც და მაინც სიახლე არ იყო მრევლისთვის, იმით მოსალოდნელი იყო, ვინაიდან მოსაყრდე იყო ჯერ კიდე ჩვენი პატრიარქის ილია მეორის პერიოდში. მაგრამ მაინც როგორც წესი და რიგი ჩატარდა ეს არჩევნები და სინოდმა 22 ხმით აირჩია შიო მესამე პატრიარქად. ასე რომ ტარდებოდეს არჩევნები წყნარად ყოველგვარი გაყალბების და ასე შემდეგ, ანუ აი ამ ყველაფრის გარეშე რომ ტარდებოდეს ერში არჩევნები საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო, ну დღეს საპრეზიდენტო აღარ ტარდება, საპარლამენტო არჩევნები, მე მგონი ბედნიერი არ ვიქნებოდით. ვინაიდან თუ ცუდად წავიდოდა ერთ საქმე, თავის თავს დააბრალებდა და მეორე არჩევნებზე უკვე აღარ მისცემდა ხმას და თუ კარგად იქნებოდა ყველაფერი, ბუნებრივია გააგრძელებდა იმ კონკრეტულად იმ პარტიასთან ურთიერთობას, რომელშიც ხედავს ქვეყნის მომავალს. სამწუხაროდ დღეს კი არა და უკვე დიდი ხანია საქართველოში მსგავსი რამ არ მომხდარა. და ძალიან კარგია რომ ეკლესია კიდევ ერთხელ გვაჩვენებს მაგალითს, რომელსაც იქნება და ერი გამოიყენებს და მთავრობა შეისმენს თუ როგორ უნდა ატარებდეს არჩევნებს. პრინციპში თუ რა ვიცი, შეიძლება შენი აზრი გქონდეს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ეკლესია, საქართველოს ეკლესია, დედა ეკლესია იმდენად ძლიერი და მყარია ამ კუთხით, რომ პრინციპში იმის საჭიროება არ იყო და თქვათ იმაზე არავინ არ ფიქრობდა, ნეტა ვინ იქნება პატრიარქი, ხო არ შეიცვლება რა, ანუ ცვლილება დედა ეკლესიაში არ მოხდებოდა. ის, რასაც აკეთებდა დედა ეკლესია პატრიარქი ილია მეორის პერიოდში, მე დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი პატრიარქი გააგრძელებს მის გზას. ანუ ისევ და უფრო ეკლესიის გაძლიერება, მრევლთან მუშაობა და პოლიტიზაცია ზოგადად ისეთი ინსტიტუტების, როგორიც არის ეკლესია. ვინც არ უნდა ყოფილიყო, მე ვფიქრობ, რომ ამ გზას გააგრძელებდა და ნუ ეხლა შიო მესამე, პატრიარქი შიო მესამე დარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად ამ გზით ივლის. რას იტყვი? ბატონო, მე ერთს ვიტყოდი მხოლოდ, რომ ასაკურველი შეიძლება სურვილის დონეზე თუნდაც ის რაც თქვათ მოხდა, როცა დიპლომთან დაკავშირებით იყო რაღაც გარკვეული დავები, ანუ სანამ 3 კანდიდატი იქნებოდა, ესეც რომ გასწორებული ყოფილიყო და ნუ ამას პლუს ალბათ იდეალურთან მიახლოებულზეა ლაპარაკი, რაც სურვილების დონეზეა. თუ დანარჩენში ყველაფერში მოყვები არის რაღაც საკითხები, რომელიც შეიძლებოდა კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, უფრო უკეთესად მომხდარიყო, მაგრამ რაც მოხდა, რაც ყველაზე მთავარი. ბოდიში გოჩ სანამ გააგრძელებ. მე გეთანხმები, მაგრამ უყურე რა მომენტია, მე რატო ვთქვი, რომ ნეტა ესე ტარდებოდეს არ. იქ წესდებაში უწერია. შენ ახლა ამბობ, რომ წესდება შეიცვალოს. ჩვენთან რომ წესდებით, თქვათ, კონსტიტუციით, ყველაფერი მას რო ლაგდებოდეს, რომ დაიცვან კონსტიტუცია, წესდება რაღა გვიჭერს, ხო? ეს იქნება დიდი მიღწევა. აქ უბრალოდ შენ სურვილის დონეზე ამბობ, რომ კარგია თუ წესდებაში შევა შესწორება. ეგ სხვა თემა, თვითონ ბუნებრივია ამაზე თვითონაც საუბრობენ და ალბათ, არ ვიცი, ახლა ჩვენი საქმე არ არის, ეგ მათი საქმეა, მაგრამ
აქ საუბარი იმასია, რომ წესდება არ დარღვეულა. რასაც ვერ ვიტყვით საერო არჩევნებს და რაც ყველაზე მთავარია, დამთავრების მერე ყველა კანდიდატმა ფაქტიურად როგორც წაგებულმა ამ შემთხვევაში ხო, თქვა, ვინც ნაკლები ხმები მიიღოს 7 და 9 ხმა, მათაც მიულოცეს და ეს ერთობა შენარჩუნებული და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, რაც უნდა იყოს ეკლესიაშიც და უნდა იყოს ერშიც, ხო, როდესაც ელემენტარულად აღიარებს იმ ჩატარებულ არჩევნებს და მოდის და ხელს გართმევს და გილოცავს და გეუბნება, რომ ეს დიდი პასუხისგებლობა, რომელიც შენ შეხვდა, იმიტომ რომ პასუხისგებლობა ჩვენთან ერში ამ შემთხვევაში პასუხისგებლობა ძალიან ნაკლებადაა, აქ არის ძალაუფლებისკენ სწრაფვა და ხშირ შემთხვევაში ხდება, რომ სწორედ ისინი, ვინც მონაწილეობას ღებულობენ, მათ უნდა აღიარონ, რომ შენ არჩევნები სწორად ჩაატარე და ჩვენ ღებულობთ საპირისპირო შედეგს უკვე გაიხანია, იმიტომ რომ ჩვენ არჩევნები არ ჩაგვიტარებია ერში ისეთი, რომელსაც არ მოყოლია შემდეგ რომ არჩევნები გაყალბდა. ეს არის თითქმის შეიძლება ჩავთვალოთ რომ 3 წელზე მეტია სუვერენული სახელმწიფო ვართ და თითქმის ყველა არჩევნები გარდა პირველი არჩევნებისა, რომელიც ჩატარდა გამსახურდიას პერიოდში, როდესაც კომუნისტებმაც უყველან ფაქტურად ვინც ღებულობდა მონაწილეობას აღიარეს რომ არჩევნები ჩატარდა ნამდვილად ნორმალურად, აი ამის მერე ჩვენ ყოველთვის გვაქვს შედეგად ის რომ არჩევნები მთავრდება, დამკვირვებლები გვეუბნებიან რომ კი დარღვევები იყო, მაგრამ ასე თუ ისე მაინც დემოკრატიულად ტარდებოდა, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ბოდიში ეს ყოველთვის მაფიქრებდა ხოლმე. შენ ხარ დამკვირვებელი, რომ დააკვირდე, იყო თუ არა დარღვევა და როცა შენ გამოდიხარ და ამბობ რომ კი იყო რაღაც რიგი დარღვევების, კი დავაფიქსირეთ, მაგრამ ეს იმდენად ისეთ დარღვევები არ არის, რომ არ ჩავთვალოთ არჩევნების დროს დარღვევა არ უნდა იყოს, აი წესი. რამ სხვადასხვა დარღვევები თუ იყო, მაგრამ ჩვენ არ თვლით რომ ეს იმ დონის დარღვევებია, რას ქვია ახლა? რატო ვერ მოხერხდა არჩევნების ჩატარება დარღვევების გარეშე? ისმის კითხვა. ესე იგი, ის დარღვევა რაც მოხდა, საჭირო იყო იმ კონკრეტული პარტიისათვის, რომელიც ამ დარღვევას ჩადიოდა. გააგრძელე. და ეს არის რომ და მე გეთანხმები იმაში რომ მართლაც ღმერთმა ქნას რომ ის ინსტიტუციები, რომელი ინსტიტუციებიც მართლაც დეპოლიტიზირებული უნდა იყოს სწორედ იმ გაგებით, ახლა როცა ვლაპარაკობთ, მე მგონი ყველა ვხვდებით ამას. ხო, პოლიტიკა ნებისმიერ რამე, კულტურაშიც კი პოლიტიკა, ეკონომიკაში პოლიტიკა, სოციალურში საკითხებში პოლიტიკაა, მაგრამ ჩვენ საუბრობთ იმას, რომ პოლიტიზირება არ ნიშნავს იმას, რომ პირდაპირ რომელიმე პოლიტიკური პარტიის და განსაკუთრებით ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური პარტიის გავლენა ისეთი იყოს, რომ იმ ინსტიტუციებს აზიანებდეს და ესეთი რამე ღმერთმა გვაშოროს და მე ვფიქრობ, რომ არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ დიდი იმედი მაქვს იმისი, რომ ეკლესია მართლაც როგორც გიორგიმ თქვა, შეძლებს იმას, რომ პირველ რიგში ხელისუფლება დაინახავს იმას, რომ ყველა ინსტიტუცია მას კი არ უნდა ემორჩილებოდეს, რომ არსებობს სახელმწიფო და როდესაც პოლიტიკური კონკრეტული თუნდაც ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის მიმართ პრეტენზია არსებობს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოს ებრძვის ვინმე. ეს იმას ნიშნავს, რომ ნორმალური სახელმწიფო რომ გვინდა, ამიტომ წინააღმდეგი გამოვდივართ რაღაც საკითხებზე ალტერნატივას გთავაზობთ, რაღაც საკითხებზე გეუბნებით, რომ ეს გზა დაღუპავს ქვეყანას, ეს არის ჩვეულებრივი რამ. ეს უნდა ვიცოდეთ, გვესმოდეს და განსაკუთრებით კიდევ ამბობ, სასამართლო ინსტიტუცია იქნება ეს. იქნება მისი ძალოვანი სტრუქტურები, რომლებშიც არ შეიძლება პოლიტიკა იყოს. ჩვენ ამ შემთხვევაში, როცა დღევანდელ სიტუაციაში ვლაპარაკობთ და სხვათა შორის უკვე ამის შესახებ, მე მგონი ჩვენ კი არა თვითონ მოსახლეობაც ხედავს იმას, რომ ფაქტობრივად საქართველოში თანდათანობით პოლიტიკა მოკვდა, ანუ პოლიტიკოსებზეა ლაპარაკი, პოლიტიკური საკითხების განხილვა არ არის, დღევანდელი ხელისუფლება ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ტექნიკური ასე ვთქვათ ხელისუფლება, რომელთაც პოლიტიკოსები არ მართავენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი ფორმით დეპოლიტიზაცია მოხდა ყველაფრის. არა, ეს ყველაფერი კეთდება ერთი მთავარი პოლიტიკის გამო, ძალაუფლების შენარჩუნების გამო და ძალაუფლებაში მყოფ მას რა ქვია პოლიტიკურ ძალას და მის ლიდერს მიაჩნია, რომ ასეთი ფორმით უფრო უკეთესად წარმართავს ქვეყანას და რაც თავარია მისთვის ქვეყნის წარმართვა ეს არის რომ ძალაუფლებას არ დაკარგავს. აი ეს მომენტები გვაქვს საფიქრალი და ამაში მე ვფიქრობ რომ ეკლესიამაც უნდა მიიღოს მონაწილეობა.
სასამართლოს თავ-თავის ადგილზე ოღონდ. აი აქ მთელი არსი ამაშია. ეკლესიაზე როცა ვლაპარაკობთ, ეკლესია ყოველთვის ღებულობდა მონაწილეობას. ყოველთვის, იმიტომ რომ საქართველოს ისტორიის მომენტში მით უმეტეს ძნელბედობის ჟამს ხოლმე, როცა ესეთი რაღაცა დგებოდა, ყოველთვის იდგა დაჩაგრულის მხარეს, ყოველთვის იდგა იმ მხარეს, რომელ მხარეც უნდა დაეჭირა, იმიტომ რომ ეკლესია ნიშნავს ხალხის კრებულს, რელს ნიშნავს ეკლესია და არა შენობას და იერარქიაში მყოფ ადამიანებს მარტო, იმიტომ რომ თითეული მრევლის წევრი, აი ეს არის ეკლესია. აი ყველაზე დაუცველი რომელიც არის მისი დაცვა, ყველაზე მთავარი. ღმერთმა შეაძლებინოს და ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ხა წინასწარ განწყობები რომ თქვათ ამ ხელისუფლებას აწყობდა, ან არ აწყობდა, ეს არ ვიცით. როგორ იქნება, იმიტომ რომ თავის დროზე შეიძლება კომუნისტებიც თვლიდნენ რომ მათ აწყობდათ საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, როცა მოდიოდა ხელისუფლებაში, მაგრამ მერე ნახეს რომ არ ვიცი, შეიძლება იმ კომუნისტებსაც რაღაცა მომენტში და ნახეთ კიდევაც 90-იანი წლების არჩევნების დროს, შემდგომ პერიოდშიც კომუნისტებმაც მაშინ გადადგეს ის ნაბიჯი, რომ ქვეყნის სუვერენიტეტისათვის, აბა რეფერენდუმზე როცა ამ რაოდენობის ხმები მივიღეთ, იქ დარწმუნებული ვარ, კომუნისტებიც მათ ჩათვალეს, რომ სწორი ესეა. ასევე როცა ეკლესია ძლიერდებოდა კომუნისტებმა ჩათვალეს და მე მახსოვს პირველად როდესაც კომუნისტები მიდიოდნენ და მას რა ქვია ინათლებოდნენ კიდევაც ახსარების ჩაბარება ისწავლეს რაღაც ანუ ეს ფორმა თავისთავად რომ ჩართული იყო ხო პროცესში და ჩათვალეს რომ სწორი იყო ხო ესაა ყველაზე დიდი მოგება სახელმწიფოსთვის ზარი ეთერ შემოუშვით მოგესალმებით ბატონებო საღამოშვიდობისა საღამოშვიდობის მიულოცავ ყველას ერთ და ბერს ახალი პატრიარქის აღება თუმცა ერთ ვიტყოდი რომ იმხელა ჯვარი აქვს მართლა საზიდი როგორც მეუფე ანანიამგანა რომ რა ვიცი ღმერთმა ხელი მოუმართოს და ნამდვილად კარგით რაც თავარია ილია მეორის გზით ევლოს და ესეც იქნება ეს არ მეპარება მაგრამ ისეთი პატრიარქი დავკარგეთ ჩვენ რომელიც აუცილებლად მოიხსენიება გიორგი ჭყონდიდელის ამბროსი ხელაიას დიმიტრი ყიფიანის ილია ჭავჭავაძის და ეფთიმე ღვთისკაცის კვეთით მით უმეტეს ძნელი იქნება ამ ჯვარის ტვირთა და ვინმე გონია კიდევ რომ მისი წინამორბედი შიოები რომლებიც მე-14 და მე-15 საუკუნეში მოღვაწეობდნენ დაახლოებით სწორად მახსოვს მე მგონი საშინელ ეპოქაში უმძიმეს ეპოქაში საქართველოსთვის დაცემის ხანა იყო ასე ვთქვათ და დამწრობის ჩვენი ქვეყნის მაგრამ ეხლა შეიძლება ითქვას რომ არანაკლებ მძიმე სიტუაციაში ვართ მე მგონი დამეთანხმებით ბატონებო და კიდევ ერთი ეს ვიტყოდი ვეც აღარ გავაგრძელებ რომ უკვე დაიწყო უკვე ისმის მისი ლანგვის მიმართ ტალახის სროლა, ლაფის სროლა და ლანძღვაგინება და მოусმინე პირდაპირ მასე რა ქვია ერთ რადიო სივრცეზე ხალხის აზრი მაესტროზე და იქ გამოვიდა 2-3 პიროვნება უსაშინლესად მოიხსენიეს. ნუ ეს რა არის, არ ვიცი ეს სექტა ისევ მოქმედებს სამწუხაროდ და რა ვიცი მიხეილ სააკაშვილს უკვე Facebook-ზე დევს ისინი რომ ეს არის წამებული კაცი და ეს არის წმინდანი და რას აპირებენ ეს ამათგან ყველაფერია მოსალოდნელი შეიძლება ესენ ამათ ისეთი რამე გააკეთო რომ ფსევდო სალოსები ანუ სალოსებად მიაჩნიათ თავი და ისეთი რამეებიც კი გააკეთა რომ მოვიტევეთ და როგორც სალოსები ადრე დარბოდნენ ესე ვთქვათ შიშულები და სიგიგის ქვეშ ფარავდნენ ამ წმინდანობას ქალების აბანოშიც კი შეწვდნენ ესენ ამათგან არაფერი არ გამიკვირდებათ მიხეილ სააკაშვილი თუ ეგეთი მაგარია ჩავიდეს მოსკოვში და შეიძლება გონია თავი რომ იქ პუტინს ამხელს და ეგეთი ქმედებებით სალოსად მოევლინება პუტინს თორე მართლა ყავდათ რუსეთს სემიონ ბლაჟენი თქვენ კარგად გახსოვთ გუმბათების სცენარი დაკრძალული ის პირდაპირ ამხელდა უსაშინლეს ტირანს ივანე მრისხანეს ივანე მეოთხეს და მას სხვათა შორის ის ბრმაწმორწმუნე კაცი იყო და მისი ეშინოდა მართლა ეშინოდა იმიტომ რომ შემდეგი ასე ვთქვათ პაგრომების მერე რასაც ჩადიოდნენ მისი ოპრიჩნიკები ღმასინანულში ვარდებოდა კარგად ვიცი და თვითგვემაზეც კი მიდიოდა მთელი კვირა იკეტებოდა საკანი ის არის რა ვიცი მე მინდა რომ ამის წინააღმდეგ ხალხმა ხმა იმაღლოს და არ შეიძლება ახლა გავაცადოთ ამ კაცს ახალი არჩეულია ხვალ ელექტრონიზაცია იქნება და რა ვიცი ღმერთს ვებარებოდეთ და რა თქმა უნდა კიდევ უსურვებ რომ ილია მეორის გზით ატაროს ერი და ბერი დიდი მადლობა ბატონებო დიდი მადლობა ზარისთვის რაც შეეხება ამ ლანძღვას მე არა მაქვს მოსმენილი მაგრამ არ გამოვრიცხავ ვინაიდან ჩვენი პატრიარქი რო გარდაიცვალა ჯერ კიდე
მიწას მიბარებული არ იყო, უკვე მაშინ ჩვენ კითხულობდით ვიღაცეები, მე ვერ დავარქვი იმ ადამიანებს, სხვათა შორის ერთი ზარი ეთერშიც იყო. რომ პატრიარქზე რაღაცეებს ლაპარაკობდნენ, გავათიშინეთ მე. ხო და არის ასეთი ხალხი. სამწუხაროდ, არის ასეთი ვერ გააგებინებ ამ ადამიანებს, რომ ჯერ ერთი არ უნდა ელოდებოდე, რომ პატრიარქი პირდაპირ ჩაერევა პოლიტიკაში. და პატრიარქი რომელიღაც პოლიტიკურ პარტიას სიმპათიას გამოუცხადებს თქვა და დაუდგება გვერდში ოპოზიციურ პარტიას ხელისუფლების წინააღმდეგ. ან პირიქით ხელისუფლებას დაუდგება სხვა პარტიების წინააღმდეგ. ამას არ უნდა აპოლიტიკური გვინდა რომ იყოს ეკლესია და უნდა იყოს ეკლესია აპოლიტიკური. თქვენ კიდე პირიქით ცდილობთ მუდმივად ეკლესია ჩააბათ პოლიტიკაში. ეკლესია ჩართულია იმ დონეზე, რა დონეზეც შესაძლებელია რომ იყოს ეკლესია ჩართული. აი მაგალითად არაბებზე რომ მიწები იყიდებოდა, სულ ისმოდა ხოლმე ზარები, ხო? რატო ეკლესია, რატო დუმს? სულ ვამბობდი რომ ღია განცხადება ეკლესიის მხრიდან უკვე დაპირისპირებას იწვევს საზოგადოებაში. და ეკლესია მუშაობს, ოღონდ მუშაობს ჩუმად მუშაობს ის რომ არ გააგებინოს არავის ვის ელაპარაკება, რაზე ელაპარაკება და რას აკეთებს. რამაც შედეგზე ორიენტირებული შედეგზე და არა პიარზე და პლუს რაც მთავარია დაპირისპირებას უნდა აცნდეს. ეკლესიის ამოცანა არის ხალხი ააცდინოს სამოქალაქო დაპირისპირებას. ამას აკეთებდა მთელი მისი ცხოვრება ჩვენი პატრიარქი ილია მეორე. ეს არის ვალდებულება ეკლესიის. და იმის თქმა რომ ეს ისეთი რა და თანაც დარწმუნებული ვარ თვითონ არც ერთი არ ისნობს ხო პირადად ჭორები აი ვიღაცამ რაღაცა თქვა ზოგადად ყველას გინდა პოლიტიკოსი იქნება გინდა ეკლესიის მსახური არა აქვს მნიშვნელობა ძირითადად ლანძღავენ და ამ ემოციურ ასე ვთქვათ ემოციურ ბომბს აგდებენ მედია ეთერში ისეთი ხალხი აკეთებს ამას ვინც გაგებაში არ არის კონკრეტულად იმ პიროვნების შესახებ არც იცნობს არც მის საახლობლოს იცნობს უბრალოდ ერთ-ერთმა ვიღაც დებილმა აი გვაძლევ თავს უფლება რომ ვთქვა ვიღაც დებილმა სადღაცას ილაპარაკა რომ იცნობს და იცის ყველაფერი ამათმა გაიგეს და დაიწყეს მე ამ ჭორების გავრცელება მორჩა და მე რომ რაღაცას ეკითხები უკვე რომ უკან აღარ დაიხიო კი მე ვიცი კაცო და მთელი ამბავი ჯერთი არც იცით და მეორედ რომც რაღაცა იცოდეთ გაჩვენდით არ არის საჭირო ეს ილაპარაკოთ ეკლესია თვითონ მიხედავს თავის თავს და თუ გამოსავლენია ვინმე თვითონ გამოავლენს თქვენი საქმე ეს არ არის გამოავლინეთ ის პოლიტიკოსები რომლებსაც თქვენ ხარს უჭერთ ჩაეძიეთ სიღრმესეულად როგორ უცხოვრიათ რა გაუკეთებიათ ოღონდ ზუსტი ინფორმაცია დააგროვეთ გამოდით და ილაპარაკეთ ამის უფლება გააქვთ თუმცა იურიდიული უფლება და მორალური უფლება განსხვავდება თქვენ იურიდიულად ყველაფრის უფლება გაქვთ მე მორალურ უფლებაზე ვსაუბრობ ამიტომ დაფიქრდით სანამ რაღაცას ვიღაცაზე იტყვით სანამ გალანძღავთ არ არის მაინც და მაინც საჭირო რომ ეს იყოს ეკლესიის მსახური ვთქვათ არა ნებისმიერი ადამიანი თქვენს გარშემოც ეგრე უნდა იზრდებოდეს ადამიანი ოჯახმა უნდა გასწავლოს რომ სანამ ვიღაცას გალანძღავთ დაფიქრდით შენზე გადმოდის როცა ვინმეზე რაღაცას ამბობ და რაღაცა ბრალს უყენებ ხო თუ ამის მტკიცებულება არ შეგიძლია და ამას კიდევ ამბობ მტკიცებულება ნიშნავს იმას რომ არგუმენტირებულად უნდა დადო ესაა ჩვეულებრივად ნებისმიერი გეუბნებით რომ გინდათ ქრისტიანული მორალიდან თუ შევხედავთ და გინდათ ნებისმიერი ქრისტიანობამდელიც ან ნებისმიერი სხვა სარწმუნოების მორალი და ადამიანობა რომელიც არსებობს ხო ეს ყველასთვის ერთია როცა ბრალს ვიღაცას უყენებ რაღაცაზე, მაშინ კეთილი უნდა ინებო და უნდა შეძლო ამის მტკიცება. და ადამიანები ხშირ შემთხვევაში გიორგი ამბობს, რომ ვიღაცას რო ეკითხები და ჩაეძიები, კი მაგრამ შენ როცა ამას ამბობ, ეს შენ საიდან იცი, ის გეუბნება სადღაც გავიგე, იმასაც ვერ გეუბნება, რომ ვიღაცაზე თქვას, რომ აი კონკრეტულად ვიღაცამ პეტრემ თუ ივანემ თუ რა ვიცი, ვიღაცამ ეს მითხრა, რომ მე ვთქვათ, გაყვე მე, კი მაგრამ იმ პეტრეს და ივანეს საიდან არა, სადღაც გაიგო, მაგრამ მე ამას მტკიცებულებით ფორმაში ამბობს ხოლმე. ამიტომ
ამიტომ ბევრი რამეა, რასაკვირველია გიორგის ვეთანხმები იმაში, რომ ღმერთმა ქნას, რომ მართლაც ყველაზე მთავარი რაც არის, ხო რისი ვალდებულებაც აქვს ეკლესიასაც, რისი ვალდებულებაც აქვს არა ეკლესიას ამ შემთხვევაში არა მარტო იერარქიულად, კიდევ ამბობ კონკრეტულ იმას, რა ქვია, ინსტიტუციას, არამედ ნებისმიერ ადამიანს. ნებისმიერი ადამიანის ვალდებულება ეს არის სამართლიანობის დაცვა. ეს არის დაჩაგრულის დაცვა. ეს არის ყველანაირი ფორმით ეცავ, სადაც კი შეგიძლია და როგორც კი შეგიძლია დაიცვა ადამიანი, რომელიც იჩაგრება, ეს არის კრედო, ხო, თითოეული ჩვენგანის თითოეული ადამიანის და მით უმეტეს, როდესაც ეკლესიაზე საუბარი. ღმერთმა ნეტაი შეაძლებინოს და რაც ყველაზე მთავარია. იყო რაღაც გარკვეული იმაზე ლაპარაკი, რომ სახელმწიფო რელიგიად გამოცხარ სახელმწიფოსთან დაქვემდებარებაზე, რომელსაც მესმის და აქვს ქვეყნები, რომელსაც ასეთი თქვა მოდელები აქვს. ჩვენ შევქმნით საუკეთესო მოდელი ამ ხრივ, ეს არის კონკორდატი, ეს არის თანასწორუფლებიანი დამოკიდებულება სახელმწიფოსა და ამ შემთხვევაში ეკლესიას როგორც ინსტიტუციას შორის და ეს მოდელი კონსტიტუციით არის განსაზღვრული, ჩამოყალიბებული, დაცული და მე ვფიქრობ, რომ ალბათ თუ ეს შევძელით, რომ სწორად იმუშავა და თავთავის ადგილზე იქნა ეკლესიაც, სახელმწიფოც, ხომ ჩვენ ნორმალურ სახელმწიფოს შევქმნით და ნორმალური ქვეყანა გვექნება. ბატონო, ზარია ეთერში. საღამოშვიდობისად ბატონო გიორგი, ბატონო გოჩა. საღამოშვიდობისად. მიულოცავ სრულიად საქართველოს ახალი პატრიარქის დანიშნულებას. ჩვენმა სულმნათმა ილია მეორემ ისეთი მემკვიდრეობა დატოვა, რომ სხვანაირად არ იქნებოდა, ესე მშვიდად, კაცურად, ადამიანურად ჩატარდა ყველაფერი და მართლა ღირსეული კანდიდატია შიო მესამე და მიულოცავ მას. საქართველოს პატრიარქს ამ ძიმე ჯვარის ტარებას, უმძიმესი ჯვარია სატარებელი, ესე უბრალო არ არის. და მეორე ამბავია, რომ საერო ცხოვრებაში გადმოვიდეს ეს სიმშვიდე, ხო შეიძლება ერთმანეთზე უარესი მაიმუნები მოდიან, აი ვერ ვიტყვი კაცო წესიერი კაცი წესიერი პრეზიდენტი ყავდა. დაუბერდით ხალხი, ხო შეიძლება ასე წყნარად ჩატარდეს და წავიდეს, როცა ქვეყანას ვერ უძღვება, მიბრძანდეს ბატონო 14 წელიწადი არაფერს არ აკეთებს. არაფერი არ გაიკეთებს და კიდე გინდა რაღაცეები და ყუილებში გვაცხოვრებ 14 წელიწადი. ღმერთმა და საქართველოს აღიაროს აი ესეთი სიმშვიდე საერო ცხოვრებაში. მეორე ამბავია, რომ კონსტიტუცია უნდა შეუცვალოთ ბატონო გიორგი, თქვენ არაფერი შეგიძლია, თქვენ ბატონო გოჩა ხელისუფლებაში არ ახართ, მაგრამ აუცილებელია ვინც გინდა მოვიდეთ, ხალხმა უნდა ვიბრძოლოთ ამაზე, რომ კონსტიტუციის ძალით წავიდეს საერო ხელისუფლება. რო აი ესეთი დაპირისპირება არ იყოს ერში. ერთი მუჭა ერივად ერთმანეთი გვეჯავრება. გაყოფილია ბანაკებად, არ შეიძლება ასე ცხოვრება დიდხანს გაგრძელება. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა ზარია. ეს ჩანს კიდევაც, ასაც თქვენ ამბობთ, რომ რეალურად ვართ იმ მდგომარეობაში, როდესაც ძალიან ბევრი პრობლემები გვაქვს, ურთულესი სიტუაცია გვაქვს, ყველა მიმართულებით, ამას ყველანი გძნობთ, საკუთარ თავზე გძნობთ, საკუთარ ოჯახში გძნობთ, ქუჩაში გამოვდივართ, გძნობთ ამას, ხო? ეს ყველაფერი გინდა თუ არ გინდა, ხო, ვიღაცებს აქვთ ესეთი დამოკიდებულება, რომ კი, მაგრამ აი რა უნდა გაეკეთებინა სხვა, რთულია ამის გაკეთება. მესმის პოლიტიკაში პირველი დღე არა ვართ, არც მე, არც გიორგი, მაგრამ ამ ყველაფერს აქვს თავისი მექანიზმები იმისი თუ ჯერ პირველი არ უნდა შეპირდე ისეთ რამეს, რომლის გაკეთებაც არ შეგიძლია. მეორე, თუ შეპირდი, ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ რაც შეპირდი ეს მიიყვანო, თუ ბოლომდე არა, რაღაცა ნაწილი მაინც უნდა შეძლო. და მე შეიძლება აღარ აგირჩიონ და წახვიდე, მაგრამ შენ ფუნდამენტი მაინც ხომ უნდა დატოვო რაღაცის და თქვენ გახსოვთ, ხო, ხელისუფლებაში მოსვლის დროს რა იყო შეპირებები და რა მივიღეთ რეალურად, რაზე იყო საუბარი, რატომ მოვიყვანეთ, რა გვინდოდა, რისი იმედი გქონდა, ხო ადამიანებს უდიდეს ნაწილზეა, ხო, საუბარი, ვინც თავის დროზე ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოიყვანა. და დღეს იმასთან ჩრდილიც კი არ დარჩა იმისი, რაზეც იყო, ხო, ჩვეულებრივად შეპირებები, დაგვექცა ქვეყანა.
ურთულესი მდგომარეობა, აი სადაც გავიქეცი, იქაც წავიქეციო, რომელი მიმართულებითაც გინდათ. აი კიდევ კარგი რომ თუნდაც ამ მიმართულებაშიც ძალიან დიდი პრობლემას ვფიქრობდით, რომ სხვათა შორის გახსოვთ თქვენ, რომ ილია მეორის წასულაზე იყო მთელი ის, რომ აი მისი გარდაცვალებას რა შეიძლება მოყვეს, მაგრამ ნუ ღმერთმა ხნას რომ მიდის იქითკენ, ყველა ელოდება რომ ურთულესი მდგომარეობა, რომ აგერ ამისა თუ რელიგიური ხარ მეორედ მოსვლაზე ფიქრობენ, თუ რელიგიური არ ახარ ადამიანი და ასე არ უყურებ, ან რელიგიას თავისი ადგილი აქვს, იმაზე ფიქრობენ, რომ მართლაც მესამე მსოფლიო ომის წინ ვდგევართ და ჯერ კიდევ ეს ნუ ვიტყვით იმას, რომ რაღაცეებში გადავრჩით, რაღაცეები შეიძლებოდა კიდევ უფრო ცხელ ფაზაში გადასულიყო და არ ხდა და ღვთისწყალობით დარწმუნებული ვარ, რომ როგორც ღვთისწყალობით ისევე ადამიანების გონებაც მევა იქამდე, რომ ამ კრიზისებს და ამ დაძაბულობას რამენაირად ავიცილებთ. დღეს ორი ცხელი წერტილი გვაქვს, ორივე ახლოსაა ჩვენთან, ერთი აღმოსავლეთში, ახლო აღმოსავლეთში, მეორე ევროპაში, ხო, კერძოდ უკრაინაში. აი ეს ცხელი წერტილები გვაქვს, რომელიც პირდაპირ მოქმედებს ჩვენს ქვეყანაზე, პირდაპირ ასე ვთქვათ, გინდა თუ არ გინდა მოქმედებს, მაგრამ ამას ამძაფრებს ის, რომ ქვეყანაში არ აღმოჩნდნენ ადამიანები, რომელსაც სინდისიერება ეყოფოდა იმისი, რომ ელემენტარულად მხოლოდ იმ წრისთვის კი არ აფიქრათ, რომელიც მასთან არის ახლოს, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის და მარტო ის წრე კი არ გამდიდრებულიყო, არამედ გაყოფილიყო ის შემოსავალი, რომელიც ამ ქვეყანას აქვს და ყველაზე გადანაწილებულიყო, რომ ბავშვები არ უნდა გიკვდებოდეს და არ უნდა იყოს საშინელი მდგომარეობა, რომ მას რა ქვია, ვერ უნდა გადაარჩინო, რომ ადამიანს, რომელსაც დაფინანსების საშუალება არ აქვს, ადამიანი არ უნდა კვდებოდეს 21 საუკუნეში ცხოვრობს. ადამიანებს უნდა გქონდეთ იმისი ელემენტარული შეგრძნება, რომ მათ ხვალინდელი დღე აქვთ და არ უნდა გარბოდნენ ამ ქვეყნიდან. შენი ქვეყნის მიწა რომ არ უნდა იყიდებოდეს, ამაზე დიდი ხანია ცივილიზებული სამყარო შეთა, არა მარტო ცივილიზებული, კაცო, ის არა ცივილიზებულიც, აბა ერთი ჩადი რომელიმე იმ ქვეყანაში, სადაც დემოკრატია მაღალი ხარისხის არ არის და ვინ მოგყიდის მიწას, ან ვინ ასე ვთქვათ მოგცემს იმის საშუალებას. კი ბატონო, მოდი ზარს მოусმინო და გავაგზავნოთ. გისმენთ ისაუბრეთ. მოგესალმებით. ბატონმა გოჩამ სავსებით გამძაფრებულად მართალია, მაგრამ მაინც რეალურად ასახარა საერთოდ კაცობრიობაში მიმდინარე პროცესები. ეს ჩვევია ხოლმე ბატონ გოჩა. და ეხლა რაც შეეხება ესე იგი ეკლესიის როლს იმაში ადამიანთა ცხოვრებაში, მე მიმაჩნია, რომ აი ადამიანის სოციალიზაციის საკითხებში ეკლესიას ძალიან დიდი როლი შესრულება შეუძლია, რომ აი მენტალური ასე ვთქვათ სფეროს წარმომადგენლებს და აი ყოფაცხოვრებისთვის ადამიანის მომზადებაში ძალიან დიდი როლი აქვს და კიდევ ასრულებს, რა თქმა უნდა, მაგრამ ხო, თანდათანობით თითქოს დაკარგა, იმიტომ რომ თანამედროვე ასე ვთქვათ, აი კულტურა, განვითარება სულ ეკლესია მოიტანა, წერა-კითხვა ეკლესია მოიტანა, აზროვნების აი ეხლა თითქოს ცოტა უფრო რაღაცა სიახლეებიცაა საჭირო იმისთვის, რომ ადამიანები უფრო მეტად კი არ დაშორდნენ ეკლესიას და ცალკე ცხოვრება და ცალკე ეკლესია. ჩვეულებრივად მიიღონ, რომ ეს არის მორალური, ასე ვთქვათ, კრედო, საიდანაც ადამიანი უნდა აზროვნებდეს. ალბათ ეს მომენტები იქნება პრობლემა, რომელსაც რამდენად დაძლევს ეკლესია, არ ვიცი, მაგრამ უნდა დაძლიოს. წესით ეს ამოცანა უდგას. ზანდების და ერთი აი ამ ადამიანთა სოციალიზაციის საკითხებზე ახლა ამჟამად გიორგის ტექნიანები წარმოადგენენ რაღაცა გარკვეული მოსაზრება, ბატონო გიორგი, ითხარი თუ არ ვარგა კი ბატონო, თუ არა და რაღაცნაირად ესე იგი. აი მოდით იცით როგორ გავაკეთებთ? გოჩასაც მინდა რომ წავაკითხო. ხო არ იქნები წინააღმდეგი? კი ბატონო. ხო არ იქნები წინააღმდეგი გოჩასაც? არა, პირიქით მე თქვენთან შემოვურავთ, ეხლა უბრალოდ ლოგინად ვარ და ვერ გამოვდივარ გარეთ და ცოტა ნუ ასაკში ვარ და მეშინია ის არ წავიდე ამ ფერიდან რაღაც ვერ გავიგო რა ბოლო რა. არა. შეგეწევათ, კაცო, უფალი რაზეა საუბარი? თქვენ იმ არ მახსოვს უბრალოდ ნაშრომზე ტელეფონის ნომერი გიწერიათ? ტელეფონის ნომერი ნაშრომზე არ როგორ არა. მე მგონი მე ახლა ბოლოსაც რო გადავხედე რაღაც არ მახსოვს და ტექნიკურ ჯგუფს ვთხოვ რომ ჩაინიშნო ტელეფონის ნომერი და მომცეთ ყოველ შემთხვევისთვის თუ რომ მე ის და ბატონ გოჩასაც წავაკითხავ და
უკვე ერთად დაგელაპარაკებით. ძალიან დამოვალებ დიდი მადლობა წინა. კეთილი. კარგით, მადლობა ზარისთვის. ესე იგი, შენ რო საუბრობ, რომ პოლიტიკური პარტია მოდის ხელისუფლებაში, პირდება ხალხს, პირდება ბევრ რაღაცას და მე არასრულებს რა, აი დააკვირდი. მე უბრალოდ აღარ შეგაწყვეტინე, რომ ბოლომდე დაგემთავრებინა, მაგრამ დააკვირდი ერთ რამეს. ძალიან ბევრი ქვეყანაა, არსებობს ძალიან ბევრი ქვეყანა, რომელშიც ასევე დანაპირებით მოდის ხელისუფლებაში პოლიტიკური პარტია და თქვათ 1-5 დანაპირები რო აქვს რა, ერთს არასრულებს და ამ პრეტენზიით ხალხი მეორედ აღარ ირჩევს. ანუ 4 აქვს შესრულებული, ერთი ვეღარ შეასრულა და აღარ ირჩევს ხალხი. და ჩვენს ქვეყანაში 5-დან 5 არ აასრულა, მაგრამ რა არის? შენ ანუ ჩვენი ხალხი უკვე იმაზე კი არ არის, რომ აი 5-დან 5 არ აასრულა, რა დანაპირებიო. კაცი მეუბნებაო, რომ თუ მე არ ვიქნებიო ნაცები, აი ნაცები არ მინდა და ამიტომ ვაძლევ ხმას. ესე იგი დანაპირები უკვე აღარ ჭირდება, იმ დონეზე დავიყვანეთ ჩვენ ხალხის აზროვნება, რომ დანაპირებს ვინ ჩივის, მთავარი ესენი არ მოbrunდნენ და ასე შემდეგ. არადა მთელი აზრი და არსი ზუსტად იმ დანაპირებშია. შენ ფაქტურად კონტრაქტს დებ იმ პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიც გეუბნება, რომ აი აქედან აქამდე აი ამას გავაკეთებ, შევასრულებ. ელემენტარული კითხვა, სახლის აშენება რო გინდა და ბრიგადას რო ქირაობ. გეუბნებიან, რომ 2 თვეში გავაკეთებთ ამას. 2 თვეში რო არ გაგიკეთოს, კაი კიდევ 1-2 თვე რო დაელოდო სიტყვაზე ვამბობ და კაი მიაცი მეორე შანსი. კიდე მომდევნო 2 თვეს თუ არაფერი არ დაიწყებ ძებნა სახლებისას. და დედა რო დაიფიცოს, რავი, ბავშვი მყავდა ცუდად, იმათ რაღაც პრობლემები შეემთხვა, გაინტერესებს, არ გაინტერესებს. რატო? იმიტომ რომ კონკრეტულად შენ გეხება და ამას გრძნობ. და გრძნობ, რომ შენს ჯიბეზე აისახება, იმიტომ რომ დრო იწელება, ქირით ცხოვრობ, ვერ შედიხარ. ეს ყველაფერი რადგან პირადად გეხება და ამას გრძნობ ჯიბეზეს და ზოგადად, შენ იწყებ რაღაც სანქციების მოძებნას და ცდილობ, რომ ადამიანთან შეწყვიტო ურთიერთობა და სხვა ბრიგადა დაიქირავო. აქაც იგივე პრინციპია. არანაირად არ განსხვავდება ეს პრინციპი. ეს არის ჩვენი დიდი სახლი და შენ მოიყვანე რაღაც რომელს უნდა გაუმჯობესოს ჩვენი ცხოვრება. და არ შეიძლება ეხლა 4 წელიწადი ვერ გაგიუმჯობესა, მესამე 4 წელიწადი და კიდე იმაზე ფიქრობ, რომ ნუ კარი ვაცალოთ. შენსაც ხო არა ცლიდი და ყველას მაგივრად გადაწყვეტილება როგორ შეგიძლია ასეთი მიიღო. თუმცა შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ არა, მე ჩემ გადაწყვეტილებას ვიღებ. არა, ეგ შენი არ არის, იმიტომ რომ შენ რო შენსაც გონია რომ იღებ, ზარალდება მთელი ქვეყანა. სამწუხაროდ. და ეს მდგომარეობა შენს პირადზე რო გადაიტანო, მიხვდები რომ შენ არასოდეს არაპატიებდი და არაცლიდი ამდენ ხანს, არც ერთ სამშენებლო ბრიგადას თუ რომელიმე სხვა ჯგუფს, რომელიც კონკრეტულად თქვენ გემსახურებოდათ. თუ ისინი არაფერს არ გააკეთებდნენ. ეს ახლა რადგან ქვეყანაა, ესე იგი, ნუ შეიძლება ესე ასე ვთქვათ, აბუჩად აგდება ამ პროცესის. დიდი სახლი არ გამოდის, მაგრამ ჩემს სახლს ხო ვაკეთებ და ამ პირობებში, ამიტომ მაშინ თანახმა. რომ კი ბატონო შეპირდა რომ ყველას დიდ სახლს ააშენებდა, მაგრამ ის ახერხებს იმას, რომ თავის სახლს აკეთებს და მშვენივრად მოიწყო და ამიტომ შენს გემტკიცებს, რომ არა კაცო, ესენი ცუდები არ არიან. ესენი როგორც შეუძლიათ ისე აშენებენ, მაგრამ ჯობია ესენი იყვნენ, იმიტომ რომ თავისი კეთდება. ხო და ამას ვაუ, მაგრამ სხვა სამეზობლო, მოდი ასე ალეგორიებად ვილაპარაკო დღეს, ხო? სხვა სამეზობლო, რომლის სახლებიც არ შენდება და ხედავს, რომ მარტო ერთი სახლი შენდება თუ ორის. ანუ არ უნდა გააპროტესტონ, თუნდაც ეს მიდგომები. შენ ამბობ, რომ სწორედ უყურე რა მომენტია, უნდა აპროტესტებდე, ოღონდ იმ შემთხვევაში აპროტესტებ ამას, თუ შენ იმხელა შეგნება გაქვს, რომ ჩემსაც კი ვაშენებ. ისინი ჩემთან ყველასთან დადებს კონტრაქტი, მაგრამ ჩემი შენდება. შენ თუ იმდენი შეგნება გაქვს, რომ საკუთარ თავს შენ დაუმტკისებ, რომ გატყუებენ და არ გინდა რომ აი ამ მოტყუებულის როლში აღმოჩნდე. ერთხელ რო გეტყვის მეზობელი რომ დაელოდე, არ არის პრობლემა. აი მე ვაშენებ გაიგე და მე შენს მოგხედავენ, რომ დაელოდები ერთ პერიოდს, თქვა 4 წელს, მე 8 წელს და რომ მიხვდები რომ არა გატყუებენ და გაჭმევენ,
ნუ ალბათ უკვე საკუთარ თავსაც პატივი უნდასე, ხო ერთხელ შეიძლება შეცდე, მეორე შეიძლება თქვა მოითხოვო თავი, მაგრამ მესამედ ხო უნდასე პატივი საკუთარ თავს და თქვა რომ ბოლოს და ბოლოს როდემა. ამიტომ ადამიანების დიდ ნაწილს დაემართა მეორე რა. ის რასაც შენ ამბობ, ეგ ნიშნავს რომ მაშინ უნდა წახვიდე, იბრძოლო, გააკეთო. თუ არა და უნდა გაეცალო სიტუაციას და აღმოჩნდა რომ მოდი რა გავეცლები რა მაშინ რა. სადაც არაჯობს, გაცლაშჯობს, ხო? ნახა, ვის ვეჭიდაო, ვის ვეომო. მე თან ადამიანებს გავშევჭი, ერთხელ მოვტყვილდი, ორჯერ მოვტყვილდი, მესამეჯერ იმას კი არ ფიქრობს, რატომ მოვტყვილდი და რატომ მოხდა ესე, იმიტომ რომ ადამიანი რასაც შენაბო პირადი როცა წავიდა ბაზარში და იყიდა რაღაცა, ხორცი იყიდა მოიტანა, დღეს უკვე მაგასაც ვეღარ ყიდულობს, ისეთი ძვირია, მაგრამ ნახა რომ მოატყვილა. მეორეჯერ რო წავიდა, უკვე შემოწმება დაუწყო. პირველად ენდობოდა, ვინც უთხრა რომ ჩემი გადასარევია და აი ხბოს ხორცია და აღმოჩნდა ხბოს ხორცი კი არა 6 საათი ხარშა და ვერ იმასაკნა შეიძლება ბებერი თავისით რო გარდაიცვალა ისეთი იმის მოი მეორეჯერ შემოწმება დაიწყო და ისწავლა მაგრამ ამ შემთხვევაში მეორე შემოწმება კი არ დაიწყო მეორედ აღარ მივიდა და სხვასთან მივიდა ხო მე სხვასთან მივიდა მაგრამ ამან ნდობა დაკარგა მაგრამ ეს როცა პირადულს ეხება ანუ ნდობა ეკარგება პოლიტიკურ პარტიას ან თქვათ გამხილვა არა როცა პირადულს ეხება და პოლიტიკაში აქ რატომღაც ვერ გრძნობენ რომ ეს მათია პირადულია შენ რო დღეს არჩევანს აკეთებ და არაფერი რო არ სრულდება ეს იმას ნიშნავს რომ შენ მოტყუებული ხარ და ის ფანატიზმი რომ აი მე თქვათ მეოცნებისტი ვარ მე ის ვიღაცა ნაციონალია ის მე ეს ფანატიზმი აი ჩემამდე არ დადეს გინდა აი პატრიოტთა ალიანსის ჩვენი ერთგული წევრები ვინც არიან პატრიოტთა ალიანსზე კი არ უნდა გაფანატებდეს შენ უნდა მიყვებოდე პატრიოტთა ალიანსს თუ ის ამბობს და აკეთებს თუ ჩვენ დაგპირდით რომ აი ამას გავაკეთებ ამას მოვედით ხელისუფლებაში და არ უნდა გაყვე პატრიოტთა ალიანსს ამ შემთხვევაში და არც პატრიოტთა ალიანსს არც საქართველოს ოცნებას და არავის იმიტომ რომ მოტყუებული ხარ უკვე ესე იგი ჩემი ინტერესი მე რეალურად დავაყენე თქვენს ინტერესზე მაღლა ქვეყნის ინტერესზე მაღლა დავაყენე და ჩემს პირად ინტერესში რა შედის ხო ამ შემთხვევაში შედის ფული ესე ვთქვათ კომფორტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და როცა მხოლოდ ჩემთვის ეს არის მიზანი მაშინ მოტყუებული ხარ შენ აუ გამოდის რომ ჩემი მე კი არ ვიბძვის შენი გულისთვის და ქვეყნის გულისთვის ამომრჩეველი იბძვის ჩემი გულისთვის აი ბევრმა რო დარეკათ როცა ჩვენ უარი ვთქვით პარლამენტში შესვლაზე ბევრმა რო აი ჩვენ ხმა მოგეც თქვენ კიდე პარლამენტში არ შეხვით რაღაც აი ზუსტად ამას ვეუბნებოდი იმ ხალხსაც ბიჭო მე ვცდილობ რომ შენი გულისთვის ვიბრძოლო და გამოდის რომ კომფორტულად ვიგრძნობდი თავს კაცო ჩემი თავისთვის შევიდოდი ამას ვამბობდა ეს შენ მეუბნები რომ მე შენი გული პირიქით ამომრჩეველმა ჩემი გულისთვის იბრძოლა რომ მე კომფორტულად ყოფილიყავი და მე ამ კომფორტზე უარი ვთქვით ნორმალურები ხართ ხალხო რა თქმა უნდა არ გვინდა ეგ კომფორტი კი არ გვინდა მე მინდა საშუალება მქონდეს იმ პარლამენტში რაღაცა გავაკეთო რაღაცა შევცვალო უკეთესობისკენ და თუ ამის საშუალება მე არ მეძლევა და არ მაქვს მაშინ ხო გეუბნე უბრალოდ ჯდომა და როგორც სხვა პარტიების ზიან და უბრალოდ ფულს აკეთებენ რომ ჩვენ არ გვინდოდა ამის გაკეთება ანგელოზები და რამე კი არა ვართ უბრალოდ პრინციპია რა ეს პრინციპული მიდგომა გქონდა ერთი 16-20 წლამდე რო ვიყავით ერთი პერიოდი პარლამენტში ვცდილობდით 22 პროექტზე მეტია შეტანილი პარლამენტში იმ პერიოდში არც ერთი არ დააკმაყოფილა ქართულმა ოცნებამ და მივხვდით ნუ აზრი არა აქვს ერთადერთი რასაც ვიყენებთ ტრიბუნას ტრიბუნა კი ბატონო კარგი გამოსაყენებელი იყო მაგრამ იმ მომენტში ჩვენ ვიფიქრეთ რომ არ ღირს მარტო ტრიბუნის გამო ადამიანი თქვა პარლამენტში შესვლა იმ კრესლოში ჯდომა ფუფუნება და ხელფასები და ასე შემდეგ. თან ეს იმ პირობებში როცა თავიდან ბოლომდე გაყალბდა და ისეთი რამე მოხდა რომ თუ კი ამას გადააბიჯებდი და შეხვიდოდი, მაშინ შენ იმ წესებში უნდა ჩამჯდარიყავი და უკვე თუნდაც ის რომ იქ გეყვირა, გეჩხუბა, გახსოვს როგორ ამბობდნენ. ესენი მაინც შემოვლენ, ისინიც მაინც შემოვლენ, იმიტომ რომ ადამიანური, აი რასაც შენ ამბობდი გიორგი, ადამიანური სისუსტეებიდან გამომდინარე თვლიდნენ რომ არ ეთყვის რა ამ თან ხელფასები მე გაზარდეს გეუბნება შემოდი რა დაჯექი რა აგერ შენვირად მოიწყობ შენ ცხოვრებას მართალია ის არ გამოგივა რაც გინდოდა და პირდებოდი მაგრამ შენსაც ხომ მოიწყობდა ამიტომაც ამის იმედად იყვნენ თუ არა და მაშინ რეპრესიებზე გადავალთ მაშინ პარტიას შეუჩერებ დაფინანსებას მაშინ ამას გვაქვია წაგართმევ კომისიის წევრს ანუ გებრძვის ხო თავიდან ბოლომდე და დაკარგა ბევრმა გიორგი ის მომენტი რასაც შენ ამბობ რომ აი ყველა ადამიანმა
დღეს საბრძოლველია. თითქოს ერთის მხრივ შენეუნები რომ არაფერი კაცო არჩევნებზე მიდი არავითარ ბრძოლას არ გთხოვ. არჩევნებზე მიდი და გააკეთე სწორი არჩევანი. მაგრამ ადამიანს ჭირს ეს მომენტი რომ სინამდვილეში ამასაც ბრძოლა თulis, იმიტომ რომ ელემენტარულად ფიქრობს რომ მე თუ ხელისუფლებას უპირისპირდები და მე თან ვერ ვხედავ რას, ვერ ვხედავ იმას რომ აი დღეს უმეტეს შემთხვევაში ალტერნატივას ვერ ვხედავ გეუბნება. გავიგე ოცნება ცუდია. მაგრამ ალტერნატივა ტელევიზორი მიჭედავს ჩავთავ, რა ვიცი, რაც კი ელექტროიმაშია, ჩაირთვება უმეტესობა მეუნება რომ თუ ესენი არა, მაშინ ესენი მოვლენ. და ამიტომ ადამიანი არის დაბნეული, ამიტომ გარბის აქედან. ამიტომ აღარ უნდა არჩევნებზეც აღარ მიდის, ქვეყნიდან გარბის, საარჩევნო პროცესიდან მიდის, პოლიტიკიდან წავიდნენ, არც უნდათ რომ რაღაცაში ჩაიხედონ. ამ ადამიანებს რატო ვეუბნებით რა ეს ტკივილია მე მესმის მათი მაგრამ შვილებს რას უტოვებ ის შენი გასაკეთებელია შენ უნდა მიაღწიო რომ ეს შეცვალო ანუ ბრძოლის იმ ფორმას გთავაზობთ რომელიც არ მოითხოვს რა დიდ გმირობას და არ მოითხოვს სიცოცხლის გაწირვას არ მოითხოვს შვილის შეწირვას არ მოითხოვს ისეთ ჩვეულებრივი სამოქალაქო პასუხისგებლობა რო გაუჩნდეს ადამიანს რომ არჩევნებზე მართლა მივიდეს ის რომ აქციაზე იმიტომ უნდა წავიდეს როცა ეს აქცია რო დაანახოს იმ კონკრეტულ ხელისუფალს რომ ბიჭო არა ვარ ჩვენ დებილები არა ვარ მარტო 20 კაცს განა არ მოსონს ძალიან დიდ ნაწილს ხო ეს არის ამ ფორმით ვაიძულებთ ხელისუფლებას ნებისმიერს და ხვალ მე რო ვიყო ხელისუფლებაში ეს უნდა გააკეთო და ვიღაცა ამბობს ხოლმე შენ რა სხვა რამეს იზავდი გიორგი ხელისუფლებაში რო იყო კი სხვა რამეს ვიზავდი კაცო ის რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს ამას არ ვიზავდი არასდროს იმიტომ რომ შევინარჩუნო და თან ამას მარტო სიტყვებით კი არ ვამბობ აი რაც ახლა გიორგიმ მოყვა სწორედ ეს გამიკეთებია წამოვსულ ვარ ოპოზიციაში წავსულ ვარ ხელისუფლებაში როცა ვიყავი გიორგი საერთოდ პარლამენტში არ შევიდა ხო ანუ პოლიტიკურმა ჯგუფმა გადაწყვიტა რომ ჩემი კომფორტია საერთოდ არა უარს ვამბობ ამაზე ასეთი ტიპის ადამიანებს როცა ვერ აფასებ და ვერ ხედავ რა გააკეთა მან ხო ამ შემთხვევაში მე გამოგდი შეცდომითი არჩევანი და მე რაც მოუხევით რომ მე თურმე გატყვილებენ ვიღაცა გპირდება რაღაცას რომ კარგი პროდუქტია და სახში რომ მიიტანე აღმოჩნდა არ არის კარგი პროდუქტი ამიტომ ჭკუა ისწავლე კარგი პროდუქტია რო გეუნება იქვე გინდა რომ გასინჯო იქვე გინდა რომ შეამოწმო იქვე გინდა ხარისხი ეს ადამიანებმა ისწავლეს ცხოვრებამ მოუტანა ეს ასევე არის პოლიტიკაშიც ცხოვრებამ უნდა მოიტანოს ის რომ ისწავლოთ შერჩევის კრიტერიუმები როგორი უნდა იყოს. კი ბატონო, ზარი ეთერში მოუშვით. საღამომშვიდობის მეგობრებო, რა თქმა უნდა ძნელია არ დაგეთანხმოთ, მაგრამ ცოტა უნდა გაგაკრიტიკოთ, ახლა არ გეწყინოთ, მაგრამ 10 წუთია ველოდებოდი რომ ჩაგვერთოთ ჩავთვლიყავით თქვენთან საუბარს. ეს არის კრიტიკის ნაწილი თუ კიდე სხვას უნდა ველოდებოდეთ. ეს კრიტიკა არის ძალიან ისე მსუბუქად მე პატივისცემით მინდა ეკითხრათ, მაგრამ მაინც იყავით ცოტა ყურადღებით. ეს ერთი. ახლა მეორე, რა თქმა უნდა ყველაფერში გეთანხმებით, მაგრამ პრობლემა შეიქმნა სხვა. ჩვენს მოსახლეობას არავისი აღარ ჯერა. აი თქვენც იგივეს იძახით, როგორც სხვა კონტექსტში, სხვა მიმართულებით. არ ჯერა ჩვენს მოსახლეობას, არავისი აღარ ჯერა. იმიტომ რომ ყველა გამოდის რაღაცას ეუბნება, უკვე კი არ უჯერებს რომ რაღაცას დაპირდებიან, არ დაპირდებიან, ამასაც აღარ უყურებს, უბრალოდ უყურებს რომ ვინც არ მოვიდა ამდენი წლის განმავლობაში, არავინ სიკეთე არ მოუტანა ამ ქვეყანას და მის ოჯახს. და ეხლა ფიქრობენ, ვინმე ახლები მოვლენ, ვანი ამათაც მოუდება ჭამასმა და დროს ტარება და ჩვენ რა გავაკეთოთ? არავის არ ასჯერა. იმიტომ კი არა კონკრეტულად თქვენი ან სჯერა ან ვიღაცა სხვა კონკრეტულად. არამედ აი ესე უბრალოდ არ სჯერა. და კიდე ერთი მომენტი. მაგრამ გამოსავალს რას ხედავთ თქვენ? გამოსავალში იცით რას ხედავთ? აი მე ვფიქრობ, ახლა გეტყვით, მაგრამ თქვენ რა თქმა უნდა არ დამეთანხმებით. გინდა პირდაპირ ვიტყვი. პირდაპირ. ხალამნები უნდა ჩაიცვათ რკინის. ყველა ოჯახში უნდა შეხვიდეთ. და იცით თქვენი აზრი კი არ უნდა უთხრათ. იმათ უნდა შეეკითხოთ თქვენ რა გიჩით მეგობრებო. აი თქვენ როგორ ხედავთ რა გავაკეთოთ? აი ესე უნდა იყოთ თქვენ უთე, მაგრამ თქვენ ამას არ გააკეთებთ და პრიჩინა იცით რაში იქნება? მიზეზი უკაცრავად სართულად. მიზეზი იქნება ის, რომ ჩვენ არ აგვაქვს ბენზინის ფული, ჩვენ არ აგვაქვს რაღაცის ფული. იგივე თბილისში, ფიროსმანის ქუჩა. ჩვენ ხო ვამაყოთ ფიროსმანით, არა?
ჩვენ ეს სახელწოდება ფიროსმანი აგე გვატყუებდნენ ფიროსმანს ინგრევა სახლი მანდ მე ვიცი ძალიან ცუდ მდგომარეობაში არის სახლი კალაძე იყო ჩვენთან ეზოში და ფიროსმანს უკაცრავად რაბა მოდით ამ ფიროსმანის ქუჩაზე რა დღეში არის სახლები ქალბატონო ერთი წამით ხმაგან არ არის მე არ მაინტერესებს მაგრამ მე კონკრეტულად ვიცი არა არაფერი აკეთდება ქალბატონო ერთი წამით გესმით ჩემი კი თქვენ არ ვიცი გახსოვთ თუ არა მაგრამ ჩვენი ჟურნალისტი და რეპორტაჟიც გაკეთდა ფიროსმანის ქუჩასთან დაკავშირებით გახსოვთ კი მახსოვს და გაკეთეს მუზეუმს აკეთებენ ახლა მე კი არაფერი არა მე სხვა რამეს ვამბობ ანუ იყო ჩვენი მხრიდან უყურადღებოთ არ იყო დარჩენილი თქვენზე არ ვამბობ უყურადღებობას მე ლაპარაკობ იმაზე რომ ხო იყო ლაპარაკი კალაძეც იყო ჩვენთან მოსული ეზოში და დადო პირობა გასაგებია ჩვენთან ყველაფერს ახალს გავაკეთეთ და ესა და 60 მილიონი სად შეიჭამა კაცმა არის კი ბატონო ეხლა ქალბატონო თუ შეიძლება რომ მეც მომისმინოთ სულ რაღაც 30 წამი ჩავეტევი 30 წამში თქვენ რასაც ბრძანებთ გესმით ჩემი ხმა კი თქვენ რასაც ბრძანებთ რომ ჩვენ არ დაგეთანხმებით და არ გავაკეთებთ ეს ასე არ არის მე შემიძლია გითხრათ რას არ გავაკეთებთ ბუნებრივია რომ რკინის ეხლა ხო რკინის ფეხსაცმელს არავინ ჩაიცმევს და არიulis ნუ ეგ გასაგებია ხუმრობით იყო თქვენი მხრიდანაც მაგრამ ჩვენ რომ მივიდეთ ეხლა ადამიანთან და ვკითხოთ აი თქვენ როგორ ხედავთ გამოსავალს და ასე შემდეგ ესეც მთლად არასწორი იქნება და გეტყვით რატო იმიტომ რომ ის ადამიანი პირიქით ჩვენგან ელოდება პასუხს ჩვენგან და როცა პოლიტიკური პარტია მიდის და ეკითხება აი თქვენ რაში ხედავთ მე შემიძლია ვკითხო რა გიჭირს რა პრობლემა გაქვს თუმცა ეგ პრობლემები უკვე იმდენჯერ დადარეკა ხალხმა რომ ჩვენ ზეპირად ვიცით ეს პრობლემები ახალი აღარაფერი აღარ იქნება და ადამიანთან რომ მივიდეთ და ვკითხოთ გამოსავალს რაში ხედავ ის გეტყვის რომ ხალხმა მე პირიქით თქვენი იმედი მქონდათ რომ თქვენ ნახავდით გამოსავალს და აქეთ მე მეტყოდით რომ ამაშია გამოსავალი და თურმე თქვენ საერთოდ არაფერი გწოდნიათ და ასე შემდეგ ამიტომ ამას განა ვერ გავა ჩვენ ვივლით დავდივართ კიდევ ვივლით და შევხვდებით ხალხს ბუნებრივია გავაცნობთ კიდევ ერთხელ გავაცნობთ იმ კონკრეტულ გეგმას სამოქმედო გეგმას რაზეც არაერთხელ გვისაუბრია რაზეც გაზეთები იბეჭდებოდა და ასე შემდეგ და ამიტომ იმის თქმა რომ ჩვენ რაღაცას არ გავაკეთებთ ნუ მთლად სწორი არ არის თუმცა თქვენ რასაც ამბობთ იქიდან ნახევარი მისაღებია გარდა იმ კონკრეტულისა რაზედაც ნუ მე ვისაუბრე რაც პრინციპში თქვენი მხრიდან რაღაც ალბათ ხუმრობით იყო შეიძლება რაღაცა ვთქვა ის მომენტი როგორია აი მე ვეკითხები ხოლმე ხანდახან თანამოქალაქეებს რაღაცაში ნუ იქ აფთიაქში რაღაცა და ერთმა ქალბატონმა მე ვთქვა და ჩვენ რა გვინდა მეთქი ქართველებს ჩვენ რა გვინდა არ უნდა ვიცოდეთ მეთქი იმას ეს უნდა კაცო ის იმას რო უნდა და ჩვენ თავრობას რა უნდა ეს ჩვენ გასაგებია ჩვენ რა გვინდა მეთქი და ჩვენო რა გვინდაო მივიდეთო აფთიაქში და წამალი ვიყიდოთო ახლა ასეთ პასუხს რომ მოგცემთ ჩვენ რა გვინდა და პასუხისა წამლის ყიდვაო ღმერთმა დაუთარო საქართველოს წამლის ყიდვა სჭირდებოდა სულ თუმცა ალბათ სჭირდება წამალი აუცილებლად და იცით რაშია საქმე მე უბრალოდ რაც ვიდე ხა ტელევიზიით ვერ ვილაპარაკებ ამდენი ხანი მაგრამ აქ არის ერთი მომენტი ბატონო გიორგი როდესაც თქვენ ხვდებით მაგალითად ჯგუფს კომუნიკაცია გაქვს ჯგუფს ადამიანებისა და არა ერთი ადამიანისა მე არავის ჭკუას არ ვასწავლებ ღმერთოს მაშორე რა ეს მამაზე მე პრეტენზიას არ ვაცხადებ უბრალოდ მე ვიცი რომ ფსიქოლოგიური მომენტია როდესაც შენ ადამიანს თვალებში უყურებ და უბნები რომ შენ რა გიჭირს ეს ხვარი გამიგეთ ის კი არა რომ მე მივიდე და ეხა მოვიდე და თქვენ გიხართ იცით ასე უნდა გაკეთოთ ისე უნდა გაკეთოთ კაცო შენ რო ამას იძახი აგე უკვე მითხარით რომ ქალამნებს არ ჩავიწმევო ხო ეხა მივცით ესეც ხო ირონიით იყო ნათქვამი ქალბატონო მივადგე და რო დაუწყებ ეხა მე იმას ლაპარაკს რომ მე აი ესე გავაკეთებ და ყოი სულში დაიღალა ეს ხალხი რა ამაში გეთანხმები პოლიტიკაზე ლაპარაკები ხან იმაზე ლაპარაკი თქვენზე არ ვამბობ არ ვაკრიტიკებ თქვენ კი არ დაკრიტიკებთ გაგვაკრიტიკეთ ეს გადაცემაა კრიტიკული მიუსავლელში მიწი და მე რაღაცა ვიშალო ნერვებიო რა აი ეს მომენტია მე გეუბნებით ჩვენ კრიტიკას არასოდეს გაურბივართ თქვენ რასაც ამბობთ ნაწილობრივ დიდი ნაწილი დაგეთანხმებით, იმაშიც დაგეთანხმებით, რომ ადამიანს პირისპირ რო ელაპარაკები, გაცილებით უფრო დიდი და ხარისხიანი
ურთიერთობა და კომუნიკაცია გამოდის, ამაში გეთანხმებით 100%-ით. რაც შეეხება სხვადასხვა ნიუანსებს, ამ პოლიტიკასაც ბუნებრივი აქვს თავისი წესები, მიდგომები, ხო და ამ ურთიერთობასაც თავისი წესი და მიდგომები აქვს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბევრ რამეში გეთანხმებით და ამას აკეთებს და გააკეთებს სამომავლოდაც. პარტია, ჩვენ არ ველოდებით არჩევნებს, რომ გავიდეთ ხალხში და დავიწყოთ ხალხთან კომუნიკაციას. არჩევნებამდე ვაკეთებთ ამას და საერთოდ არ გვაინტერესებს ზოგადად არჩევნები, მთავარია ეს კომუნიკაცია ყოველთვის დგებოდეს. დიდი მადლობა ზარისთვის. 52 წამი გრჩება პირველ ნაწილში. გოჩა ჩაერთე უპასუხე ქალბატონს. არა, კარგი შენიშვნები. კი ბატონო, ქალბატონმა მართლაც სხვათა შორის ყოველთვის ხმაზე ვცნობ ამ ქალბატონს, ძალიან საინტერესო შეხედულებები აქვს და არა მარტო მას, როცა ჩვენ ახლა ამ შემთხვევაში ერთ ადამიანზე ვლაპარაკობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება ასობით და 1000 ადამიანის იმასაც წარმოადგენდეს 1000-საც და ყვებით, ოღონდ აი გამოსავლის ძიება ერთად გვაქვს ალბათ ბევრი რამე მოსაძებნი და ვფიქრობ რომ მოვძებნეთ კიდევაც და რასაკვირველია გეთანხმები გიორგი შეიძლება არა იმიტომ რომ არ ვიცით რა ხდება ქვეყანაში არამედ სწორედ იმიტომ რომ როცა პირადი კონტაქტი გაქვს ადამიანებს რაღაც გარკვეულწილად სხვა ურთიერთობა უყალიბდებათ თორე ახლა რომ მივიდეთ სადმე და რაღაცა უცნაური გვითხრას ისეთი არ არსებობს ყველა პრობლემა ვიცით ყველა ერთმანეთის პრობლემა ვიცით და თან მით უმეტეს ძირითადი პრობლემები რა არის ეს ხომ ყველამ კარგად ვიცით ხო შეიძლება ყველა მიმართულებით ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ ამას რომ არის ეს პრობლემები დაგროვილი მაგრამ ვიცით ამ პრობლემების როგორ უნდა ვუშველოთ და ამის შესახებაც გულაპარაკიათ, მაგრამ ის რასაც თქვენ ბრძანებთ, ხო? ეს არის ჩვეულებრივი ალბათ ის პროცესი, როცა ადამიანი სოლიდარულად თulis თავს, როცა მასთან პირდაპირ მიდიხარ, ელაპარაკები, ნდობის მეტი ხარისხი ჩნდება და ალბათ ესეც გასაკეთებელია. ხა თქვენ კი თქვით, რომ შეიძლება თქვათ, რომ ფული არა გვაქვს, დასასრული მართლაც ბევრი რამე არა გვაქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სადამდეც კი შეგვიძლია, ჩვენ ამას ვაკეთებდით და გავაკეთებთ კიდევაც და ვფიქრობთ, რომ ალბათ სწორედ თქვენ რჩევასაც გავითვალისწინებთ და ასევე იმ ადამიანების იმ ტელემაყურებლების რომლებიც შემოდიან და ჩვენთან აი ესე დიალოგში ვართ ხოლმე ამ ადამიანებთან. დიდი მადლობა სულ ყველას მინდა მოუხადო, ვინც პოულობთ დროს იმისთვის და გადაუხადოთ. დიდი მადლობა ყველას, ვინც რეკავს. დიდი მადლობა და ეხლა კი უნდა დაგემშვიდობოთ დაახლოებით 10 წუთით და 10 წუთში ისევ შევხვდებით ერთმანეთს კრიტიკული აზრის მეორე ნაწილში. დროებით